ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ირანში საპროტესტო აქციები სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. თუმცა თეირანის ქუჩებში ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ადამიანები სამსახურში მიდიან, მაღაზიები ღიაა. კაფეებში ჩაი და ყავა კვლავ დუხს, მაგრამ ეს სიმშვიდე მოჩვენებითია. დაძაბულობა კვლავ იგრძნობა. ეკონომიკურმა კრიზისმა დეკემბრის ბოლოს ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. პროტესტი მალევე გადაიქცა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ფართო გამოწვევად. ხელისუფლების პასუხი მკაცრი აღმოჩნდა. აქტივისტების ინფორმაციით უსაფრთხოების ძალების ოპერაციების შედეგად 6000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათასობით კი დააკავეს. თეირანი დემონსტრანტებს ტერორისტებად მოიხსენიებს. ბოლო დღეებში რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. ირანის უსაფრთხოების სტრუქტურებმა რეფორმისტული მოძრაობის წარმომადგენლების დაკავების ახალი ტალღა დაიწყეს. ეს ნაბიჯი დეკემბერ-იანვარში ჩახშობილი ეროვნული პროტესტის გაგრძელებად აღიქმება. ამ ფონზე რეგიონში იზრდება საერთაშორისო ზეწოლაც. შეერთებული შტატები აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიად აფრთხილებს თეირანს, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში სერიოზული შედეგი გარდაუვალი იქნება. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გასულ კვირას ომანში გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თეირანში დიპლომატებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრების უფლებაზე უარს არ იტყვის. ეს კი ვაშინგტონისთვის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია. პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი და დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა, როგორც პოლიტიკური ზეწოლის, ისე შესაძლო სამხედრო სცენარისთვის მზადყოფნის ნიშნად. ამ ყველაფრის ფონზე თეირანში მცხოვრებნი ისევ ყოველდღიურობას უბრუნდებიან, მაგრამ ბევრისთვის ეს უკვე სხვა რეალობა, სადაც ჩიში, გაურკვევლობა და მოლოდინი ყოველდღიურ ცხოვრებას მუდმივად თანსდევს.